რა ტიპის მოვლენებთან უკვე გვაქვს საქმე, იმიტომ რომ აი ბოლო თვეების განმავლობაში აი თვითდაზიანებაზეა. ჯერ ერთ ფეხში ისროლეს, ეხლა მეორეში, რა ქვია, მსუბუქი იარაღის ტყვიას კი არა, მუხი დადგანან და ისვრია და რისი გამოვლენა არის ეს? რა აირია ამ სისტემაში, რომელიც მანამდე თითქოს ესე ძალიან სკრუპულოზურად ეს მაჯაზე ხელდადებული სოციოლოგიური კვლევებით უამრავი ლობისტისა თუ გამოცდილი PR ტექნოლოგიების მეშვეობით აი ამ ლაბირინთებში დადიოდნენ საკმაოდ ეფექტურად და წარმატებულად. მივესალმებ ტელემაყურებელს. აქ რამოდენიმე ფაქტორია. პირველი არის ის, რომ კობახიძის პირობებში რაციონალობა და ლოგიკა მოშორდა საგარეო პოლიტიკას განსაკუთრებით იმას, რაც ჩვენს დასავლეთთან ურთიერთობას და ევროკავშირთან ურთიერთობას შეეხება. არავინ არაფერს არ აძალებს საქართველოს, ამას ხაზი უნდა ყავს. არც ევროკავშირის შესვლას გვაძალებს ვინმე და არც ევროკავშირი არ შესვლას გვიგზავნოს. თუ გინდა შედი, თუ გინდა მუშაობ. ეს ქვეყნები, რომლებიც ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან და ბოლო 30 წელია დახმარების მეტი აფერი გაუკეთებიათ, მათ აქვთ ძალიან მარტივი მოთხოვნები, რომ მოიქცეთ ცივილურად. ეს ცივილური მოქცევა არის მარტივი ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების დანერგვა და მარტივი კომუნიკაციის და ურთიერთობის მეთოდი. მათ შორის ეს არის მათი სრულიად პრაგმატული პოლიტიკის ნაწილიც, იმიტომ რომ ერთია ღირებულებითი ერთობლიობა და მეორეა სურდეთ, გქონდეთ გრძელვადიანად კავშირი პარტნიორთან, რომელიც პროგნოზირებადია და ეს იგიჟებს არ აქვს. პროგნოზირებადება ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რა მოხდა ქართულ ოცნების პირობებში? პირველი ფაქტორი მოიშალა ცოტა უფრო დიდი ხნის წინ. ანუ დემოკრატიული ფასეულობის მოშლა აქტიურ ფაზაში ალბათ აი 2021-2022-ში დაიწყო. მანამდეც მიდიოდა, მაგრამ უფრო ნელი ტემპებით. ძალიან აჩქარდა მე ეს კანონების მიღებით, ასე ვთქვათ, ამ რუსული პროპაგანდის შემოტანით, ოფიციალურად რეპრესიების დაწყების, როგორც იყო, ანუ მრავალი ადამიანის სიხეშასმა. თუმცა რაღაც პერიოდი მეორე ნაწილი კომუნიკაცია და ასე ვთქვათ, ურთიერთობები ჯერ კიდევ გრძელდებოდა. სანამ მოვიდოდა კობახიც. დასავლეთთან. ხო, დასავლური ინსტიტუცია. ხო, ამის გამართლებას მაინც ცდილობდნენ, რომ არა და ეს ტყუილია და ასე არ ვიქცევი და მაინც ვასრულებ და იყო. კი, და ამ საქმეში ძალიან ეხმარებოდა დორმანის არსება. კი. კობახიძემ 28 ნოემბრის განცხადებით თქვა, რომ ევროკავშირი გავაჩერეთ და აი ამ 2024 ნოემბრის შემდეგ დაიწყო აშკარა უკუსლა ყველაფერს. ეხლა დღეს რა ხდება? დღეს არის ის, რომ ქართული ოცნება ებძვის ევროკავშირს პოლიტიკურად და მორალურად. ეხლა ებძვის არ არის სახუმარო სიტყვა, იმიტომ რომ სხვა სიტყვას და სხვა ტერმინს ვერ მოვიგონებთ. გამოვიქნა, რომ აგრესიულად ცდილობს, რომ შელახოს ევროკავშირის ავტორიტეტი. ესაა საბჭოთა კავშირს ადარებს, თქვენ რა დემოკრატია ხართ. სულ იმას საუბრობენ, სტაგნაცია და ინგრევა ევროკავშირი და წყალი ყველაფერმა და ისავ იწყდებათ, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე როა წასული წყალწაღებული ევროკავშირში რატოა წასული და ის რომ მაგალითად რაღაცა ყალბი ციფრებით ცდილობენ მანიპულირებას, რომ ადარებენ საქართველოში არ არსებულ საშუალო ხელფასს. როცა ხა მარტივია, ხო? საშუალო ხელფასი რომ მართლა ის თანხა იყოს, პენსიას შესაბამისად მისი 60% უნდა იყოს, ხო? თუ საშუალო პენსია 500 ლარს არ აღემატება, როგორ შეიძლება საშუალო ხელფასი 2500 და 3000 ლარი იყოს, ხო? ნონსენსია. გამორიცხულია ეს ყველაფერი. შესაბამისად ის რომ 10 ჯერ და 15 ჯერ უფრო მეტია იქ შემოსავლები რეალური და ყველაფერს დავიდავნებოთ ევროკავშირში სადღაც 8-10 წლით უფრო დიდხანს არის ცხოვრების ხანგრძლივობა, ამაზე რა თქმა უნდა არავინ არ საუბრობს მათი მხრიდან, მაგრამ რა ხდება? რასაც არ უნდა ემსახურებოდეს ეს რიტორიკა, იქნება ეს შიდა მიზნები, იქნება ეს რაღაც რუსეთთან ურთიერთობის გამყარება, რომელსაც არაფერი ეთყობა გარენიშნებით, ხო, ის კი არა, ყველაფერი მზადდება ეხა სამაჩაბლოს ოლქის ანექსირებისთვის რუსეთის მხრიდან ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ეს იქნება შედეგი ქართული ოცნების ჭყალებში პოლიტიკის რუსეთთან, როდესაც რუსეთი ეხა ალბათ არის ამის ალბათობა, რომ შეიძლება შეერთოს თავიდან ბოლომდე და ეხა მიმართა კიდევ ერთხელ თხოვნით ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა რუსეთის და ახალი ხელშეკრულებას მოაწერის ხელი. დღეს არის ეს რიტორიკა აყვანილი უკიდურეს აგრესიულ რეჟიმში, როდესაც პირდაპირ ლანძღავენ დაწყებული მათი წარმომადგენლები საელჩოებით მხრიდან დამთავრებული პოლიტიკურ ლიდერებს. არა აქვს მნიშვნელობა ეს ზარქუა იქნება თუ
ყაველაშვილი იქნება თუ კობახიძე, თუ პაპუაშვილი პირდაპირ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამას არ აკეთებს მოსკოვი მაგალითად. ეს ანუ იქ ჟურნალისტები აკეთებენ ამას. არასდროს ვერ გაიგებთ თქვენ პუტინის გარო გამოვიდეს და პროპაგანდისტები. ხო, პროპაგანდა. ან ლავროვი რომ ხან ზახაროვას გაიქცევა. ზახაროვა ითვლება მიღებული პირია, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ აკეთებდა ამას. რა ყოველთვის ლანძღავდა პრინციპებს რა და ამბობდა რომ აი ესეთი პენტაგონია ცუდი და ვაშინგტონია ცუდი პიროვნები. ეხა ბოლო წერილი, რომელიც არის, არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთი შედევრი ქოცური დიპლომატიისა დანიის პირობებზე, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლებს პასუხს თხოვს ბატონი ირაკლი კობახიძე ამ წერილში, რომელიც ჯერ შედგენილია აბსოლუტურად, ანუ წერილის მიზანი თუ ისაა, რომ საკუთარ თავს წაუკითხო, მაშინ მაგ წერილი ძალიან მაგარია. კობახიძემ შეიძლება წაიკითხოს და გაუხარდეს რა მაგარი წერილი დავწერეო. მაგრამ მისი თუ იყო, რომ ევროპისთვის რამე კომუნიკაცია მოხდარიყო, ეს ამ წერილმა ვერ მივხვდი. ანუ იქ რო წაიკითხავენ, წერილს ხო ადრესატისთვის წერ, ხო ადამიანი, ხო ის ადრესატი ჩათვლის, რომ გიჟია ეს ვინც დაწერო. იმიტომ რომ მართლა გეშტება შეიძლება რჩება. რა ჯერთიც საუბარი არის აბსოლუტურად იზოლირებული ინციდენტი, სადაც არანაირი ძალადობა არ ყოფილა. რატომღაც ამას იმედი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში, დანიაში, რომელიც ითვლება დემოკრატიის პრინციპად, ის რომ იქ გამოჩნდა პოლიცია ძაღლებით გამოიყენეს იმათ, რომ აი ვითომ აი ძაღლები ხალხზე მიუშვეს და აი და რა არ ყოფილა ესეთი. იყო კერძო ინციდენტი იყო კერძო კომერციულ კოოპერაციას, სადაც პოლიცია მივიდა, რომ ასე ვთქვათ, არ მოხდარიყო მისი ბლოკირება. მაგრამ და ბოლოში პასუხს თხოვს კობახიძე, რომ მითხარითო რა თქვენო კრიზისები დანგრეული ხართო ჩვენ, ანუ ჩვენ 64-დან მათ ჯოჯოხეთს ველაპარაკებით რა. აქ ფარშევანგები დაფრინავენ და იქ წარღუნა. შესაბამისად, ამ წერილის გამართლება რთულია. მე უყურე, რადგან ფარშევანგები ახსენე. აქ სადღაც მართლა დაფრინავენ ის ფარშევანგები, რომელიც შენ ახსენე. იმასთან ხო. და დაცურავენ კიდევ, ასე ვთქვათ, სვიგენები. კი ბატონო. ხო და იქიდან თუ შეხედავ და ამ აკვარიუმიდან პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ეს ყველაფერი შეიძლება მოგეჩვენოს ლოგიკურად. აქ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, ეს რეალობა ნამდვილი რეალობისგან თავიდანვე ძალიან აცდენილია. მაგრამ ხდებოდა აქტიური манипуლირება გარეთ საზოგადოებრივი აზრის და შედეგებს აღწევდნენ არა მთელ საზოგადოებაზე, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვან ნაწილზე. ახლა იქცევიან ისე, როცა თვით დაზიანების რეჟიმში არიან გადასული. სუსტად მაგაზიას. შედეგების თვალსაზრისით ვამბობ ამას. აქ მე მორალურობა არ ამორალ მაგაზე აღარ ვლაპარაკობ. რა არის, რისი გამოვლინება არის? მე ამაზე განვითარების რა ეტაპია? ორი გამოვლინება შეგვაქვს. ნებისმიერ პოლიტიკურ ქმედებას უნდა კონდეს ძალიან რაციონალური მიზანი, რომელიც არის აწონვადი, გაზომვადი და შეფასებადი. პოლიტიკაში სხვანაირად არ ხდება. ეს არ არის ემოციები. პოლიტიკაში ემოციების ადგილი არ არის. შეიძლება ემოციას რო შეიტანო პოლიტიკაში, ის რაციონალურად უნდა გააკეთო. აი ზელენსკი აკეთებს ხოლმე ამას ძალიან კარგად, მაგრამ შენ შეიძლება იყო წარმატებული პროფესიონალი პოლიტიკოსი, მარგარეტ ტეჩერივით ან ტონი ბლეერივით და სისტემური მიდგომა ჰქონდეს და ამით მიაღწიო. შეიძლება იყო ჰოლივუდიდან მოსული მსახიობი, როგორც რონალდ რეიგანი იყო და იმპროვიზაციით აკეთო ყველაფერი, მაგრამ ორივე არის შედეგზე ორიენტირებული. რა შედეგი შეიძლება მოყვეს? აი ამ აი რას მივიღებთ ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ხო? მივიღებთ იმას, რომ ევროპაში თვლიან ახლა არაპროგნოზირებად გიჟებად, ვიღებთ იმათ, რომ მიაჩნიათ, რომ ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაპროფესიონალური მთავრობა და არასანდო და აბსოლუტურად არარაციონალური რაღაც გიჟმაჟები არიან ვიღაცები და პლუს ამისა ქვეყანა აღარ არის ისეთი უსაფრთხო ქვეყანა, რის გამოც თავის დროზე მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციას მწვანე აენთო. კი, შეხედე და არსებობს მთელი რიგი წინაპირობებისა, როცა პოლიტიკური იურიდიულ სტატუსშიც ითარგმნოს ეს ქვეყნის შეფასების ნაწილს. ჩვენ ვიცით, რომ გერმანიაში ამ მიმართულებით დაძრულია უკვე პროცესი და ძალიან სამწუხაროდ სახიფათო წერტილამდე შეიძლება მიიყვანოს მთელი ქვეყანა. იმიტომ რომ ამაზე დგას ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკურ სამართლებრივი საფუძველი. ზუსტად ეგ არის, რომ ამ პერცეფციის აი ამ დონის გამეფება, რომ ჩვენ არ ვართ სანდოები და ვართ, ასე ვთქვათ, რაღაც უცნაური ამორფული ხალხი, ვინც იწერება უცნაურ წერილებს, გიჟურ წერილებს. ეს ის კი არა მხოლოდ რომ ემოციურად ვიღაცები რაღაცას იტყვიან.
ეს შეცვლის წარმოდგენას და წარმოდგენის ცვლილებას მთელი თაობა ჭირდება ხოლმე პოზიტიურს. ნეგატიური ადვილია. პოზიტიურ ცვლილებას მთელი თაობა ჩვენ ძალიან დიდი დრო დავკარგეთ, რომ ევროპაში საქართველო ისევ გამხდარიყო აქტუალური. ეხლა ეს აქტუალურობა იკარგება პირველი. და ამას ქონდა თავისი ობიექტური წანამძღვრების და ამ ხრივ შეორდანცის ფაქტორმა თავის დროზე ითამაშა უზარმაზარად წვლილი. უზარმაზარად ამას დააშენდა მერე სააკაშვილის რეფორმები და ის ავტორიტეტი, რომელიც ქვეყანამ დააგროვა, როგორც დასავლეთის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რეგიონში. ამ ყველაფრის მთლიანად მორყეულია. ამ ყველაფრის განავლება და მინუსებში გადატანა გამოიწვევს ორ რამეს. პირველი, შეხებითი შედეგები გვექნება, ანუ ვიზა ლიბერალიზაციების გაუქმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების, ის ყველაფერი სიკეთები, რაც ჩვენ მივიღეთ. ეს პროცესები, როგორც ჩვენ თქვი, გერმანიაში მაგალითად, რომელიც ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკაა და წამყვანი ქვეყანა, ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა საფრანგეთთან ერთად ალბათ, გერმანია ევროკავშირში, იქ ეს პროცესები დაწყებული. ეს არის უკვე შეხებითი ზარალი. მეორე არის ის, რომ შეწყვეტილია და დახურულია ძალიან ბევრი პროგრამები, რომლებიც შემოდიოდა, ანუ ყველაფერს თავი დავნებოთ, თუ ფულს აძლევდნენ ყოველ წელს 100 მილიონ ევროს საქართველოს თავრობას. ხო გახსოვს, არის ეს იყო. რა თქმა უნდა, ქართულ მოცნებმა ჩაანაცვლეს არარსებული არაბული მილიარდებით, რომლებიც ოქროს წვიმად საქართველოს უნდა წამოვიდეს და ვერაფერთ ვერ დაადგა მას საშველი, ხო, ეს მთელი 6 მილიარდის ინვესტიცია, რომელიც 2 წლის წინ დაანონსდა და დღემდე ალბათ გზაშია ეს ყველაფერი. და შესაბამისად მეორე რაც ასე მნიშვნელოვანია. ხო, ძველი ქართული ანდაზა რო ისე არ წვიმს როგორც ქუხსო, კი იქუხეს და არის ჯერჯერობით. ქვეყანაში კი წვიმს გადაუღებლად, მაგრამ ფულის წვიმა არ მოდის. შესაბამისად, ორი მიზეზია. პირველი, ეს არის, ანუ არის ფილოსოფიური მიზეზები და არის სისტემური მიზეზები. ფილოსოფიური მიზეზი არის იმ არასწორი და ბრიყული პოლიტიკის შედეგი, რომელიც 2024-ში საგარეო პოლიტიკის შედეგი, რომელიც 2024-ში ირაკლი კობახის ხელმძღვანელობით შედგა და ამ ფილოსოფიას აენთო მწვანე შუქი. რა იყო მისი მთავარი პრინციპი? მისი მთავარი პრინციპი იყო შემდეგი. ჩვენ ახლა ევროკავშირი ამ არჩევნებს არ გვიღიარებს მაინც. შესაბამისად, ტყუილა ნუ დავიწყებთ ამაზე რესურსის ხარჯვას. ამერიკაში ეგერ ტრამპია, მოდი ტრამპს დაუძმაკათდეთ და ტრამპი ახლა ევროკავშირის წინამდე გაილაშქრებს და ამ ლაშქრობას ჩვენ უნდა შევერთეთ. აგერ არის ვიქტორ ორბანიც, ვინც ამაში დაგვეხმარება. და მართლაც აქტიურად ვიქტორ ორბანთან ერთად დაიწყო ანტიევროპული კამპანია. თუმცა ამან ვერ მოიტანა პირველი ვერანაირი შედეგები ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში. სომხეთში იყო, აზერბაიჯანში იყო ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, ორივე ქვეყნის პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდნენ. ქართულ ოცნებას კიდე მაქსიმუმ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს მოადგილე შეხვდა. აი ამ დონეზე ჩამოვედით რა, რომელიც რა ვიცი, მინისტრის დონის ისიც კი არ არის ეკვივალენტი. შესაბამისად, ეს ტრამპთან დაახლოვება და ევროპასთან ჩხუბი გამოვიდა ერთი, ევროპასთან ჩხუბი გამოვიდა, ტრამპთან დაახლოვება ვერა. შესაბამისად, ტრამპის კლუბში, ეს ნეოკონსერვატორების კლუბში ქართული ოცნება ვერ ჩაეწერა. ვერ ჩაეწერა ძალიან მარტივად. იქ ტრამპის როცა იყო ჩასული ქართული დელეგაციები, ბოლო ვიზიტები, წყნარად დაუთვალეს მათი ურთიერთობა ჩინეთთან, რომელსაც ამერიკა მთავარ პოლიტიკურ კონკურენტად აღიქვამს. ამას დაემატა ახლა უკვე ირანის თემატიკას და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ეს იყო მთავარი. მეორე, რაც მთავარი მიზეზია, ეს არის უკვე ღრმად გამჯდარი არაპროფესიონალიზმი და კადრების ნაკლებობა, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ. დღეს როც უნდოდეთ ნორმალური საგარეო პოლიტიკის განხორციელება, უკვე ადამიანები არ ყავთ, ვინც შეძლებენ იგივე ამერიკელებთან და ევროპელთან. ნუ და ცოტა დრო დაგვშა, რომც უნდოდა და დაუშვათ ივანიშვილს მოუნდეს, რა რესურსი აქვს მას, რა უნდა ქნას პირველ რიგში. არის ეს კობახიძის თანამდებობიდან მოშორება და გადაყენება, როგორც პირველი გზა. ეგ ხოლო დასაწყისი იქნება. რომ ხელი ჩამოურთმეველია, ხო? და იგივე პაპუაშვილი მაგალითად, რომელიც ერთ წამში შეიძლება ჩაანაცვლოს ვიღაცა რიგითი მაგას აღარავინ შეჭამს. უბრალოდ კობახიძის ჩანაცვლება ვიღაცა არ ვიცი, ქათამაძით არანაირი შედეგს არ მოიტანს. აღარ ინდობიან ევროპოლის სამი ძირითადი პრინციპია, რაზეც დასავლეთიანობა პირველი არის სრული ცვლილება არსებული, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების სახეების, რომ ნორმალური ადამიანებით, ისეთ ადამიანებით, ვისაც რაღაცა დარჩენილი აქვს ევროპაში, მეორე ახალი არჩევნები აუცილებლად და თუ ივანიშვილს მართლა უნდა დასავლეთთან და მათ შორის ამერიკელებთან, ამერიკელების მოთხოვნაც ეს არის, მას მოუწევს ისევ რაღაც კოალიციური ფსევდოელემენტების მაინც დაბრუნება და რაღაცა
ელემენტების შემოტანა. და რა თქმა უნდა, ახალმა პარლამენტმა, რომელიც არჩეული იქნება, უკან უნდა წაიღოს ეს აბსოლუტურად მიუღებელი კანონები, რომლებზეც როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი. მე რაც გავიგე შენი ამბობიდან, რესურსი ამოწურული აქვს სამხედრო გადაატვირთვის პერსპექტივის. ეს სამი რაღაც არ დათმო ისეთი რაღაცები, რაც ნიშნავს მისი ძალაუფლების მკვეთრად ლიმიტირებას და რაღაც ლიმიტირება მოუწევს, ხო? ხო. ბოლო კითხვა უნდა დაგისვა, რითიც დავიწყეთ და იმაზე ვერ მოვისმინე პასუხი. რატო უშვებს ასეთ შეცდომებს ქვეყნის შიგნით პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით დაწყებული ამ ფასებთან ვითომ ბრძოლისა, რომელსაც მოაყონა თავისივე გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან თვალშისაცემია, იმიტომ კი არა, რომ პროდუქტები კიდევ უფრო მეტად გაძვირდა დახლზე, იმიტომ რომ დენი გააძვირა, იმიტომ რომ არანაირ ნაბიჯი არ გადადგა, რომ ობიექტური მიზეზების გამო გაძვირებული ბენზინის და საწვავის პასი ოდნავ მაინც დაერეგულირებინა, იმიტომ რომ ჯარიმები გადაზარდა კატასტროფულად, იმიტომ რომ პოლიცია თითქმის ამ ხალხიდან ფულის ამოღების ესე თქვა ინსტიტუტად იქცა და არა წესრიგისა და საზოგადოებრივი წესრიგის და ეს ყველაფერი ამ ხალხს დააწვა და პლუს ამას ახლა რაც ხდება, იმიტომ რომ არ არსებობს რა, რაც არ და ქოცი და რაღაცა სიტყვები ვიხმაროთ, ყველა ადამიანია, ოჯახი ყავს, შვილი ყავს სახლში და რო უყურებს იმას, რაც ხდება და ამ ბავშვების გასაჭირს და მდგომარეობას და იცის ახლა 21 საუკუნეა თვითონ შეუძლია შევიდეს და გადაამოწმოს, რომ გაჩნდა შესაძლებლობები და ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად იზრდება მკურნალობის და როგორც მინიმუმ ამ დაავადების კონტროლის მექანიზმების არსებობის და როცა ამას არ აკეთებ, რაღაცა ყურით მოთრეული ტერმინებით, რომ ფარმაცევტული მაფიები და 1000 სისულელეები, რომელიც ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა და ეს ხალხი მე მონაწილეობს ამავე დროს საერთო მარათონში, რომლებიც სტუდენტების მიერ იყო ინიცირებული და შენ ახლა უკვე ამ ხალხის დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყე, რომელსაც არავინ არ აყვება, ხო, შენი ტროლების გარდა. თან როდესაც საპატრიარქო ჩაერთო უკვე ამაში და საპატრიარქოსაც და ახალ პატრიარქსაც უხარხულ სიტუაციაში აყენებენ, ხო? ეს შეცდომების წყება საიდან მოდის? ზედმეტი თავდაჯერებულობისგან თუ რაღაცა ტიპის პოლიტიკური ისტერიკისგან, რომელიც შეიძლება შეგინთ რეალებს? ბატონო გიორგი, განათლებული კაცი სანდები თქვენ და შავი ხვრელის მთავარი პრინციპი მოგესახსენებათ რა არის? შავ ხვრელში არ მუშაობს და შავი ხვრელი ვერ აიხსნება ტრადიციული ფიზიკის კანონებით, ხო? ანუ იქ ყველაფერი ხდება ანომალიურად. ამიტომ დღემდე არ ვიცით ბოლომდე რას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ბატონი ბიზნესმენი მაღალი ალბათობით ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ შავ ხვრელში იმყოფება. დაწყებული საკუთარი პოლიტიკური შვილობილის ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერით და მას მოყოლებული მე სპეც რაზმელების დაპატიმრებით, რომლებიც ალბათ დამნაშავეები იყვნენ იმაში, რასაც თუმცა ამბობენ რომ სხვა ხალხი იყო და ამათ იმაში. ყველაფერი ამას დამთავრებული ამ ევროპის გინებით, ირაკლი კობახიძეზე ამდენი ძალაუფლების მიცემით, არაფერს ამას ლოგიკა აღარ აქვს. და არიან ბოროტიანები საუბრობენ, რომ მას რაციონალურთან კავშირი დაკარგული აქვს რაღაც პერიოდის შემდეგ და ებძვის deep states და ასე ვთქვათ გლობალურ რომის პარტიას. გასაგებია. იცი რა არის სხვათი მე ვერ ხსნი. და არც არავის ვიცნობ, ვისაც შეუძლია ეს ახსნას. შენ თუ ვიცნობ იმას კი ბატონო რა. გასაგებია. მე მგონი ჩვენ იმაზე უნდა გადავერთოთ, რომ ამ შავ ხვრელში ქვეყანა და ჩვენ არ შეგვიყვება. აი არ ყველაზე მთავარი. რომ დიდ შავ ხვრელში აშკარად ეგრეა. დიაგნოზი შეგვიძლია მკაფიო დას. ნუ და ძალიან დიდი მადლობა.